როგორც უკვე შეგპირდით, ეს არის ტრეკ სტენდის მეორე ნაწილი. თუ როგორ უნდა გავიმჯობესოთ ბალანსი ჩვენს ველოსიპედს. ტრეკ სტენდისთვის პირველ რიგში რაც გჭირდებათ არის შესაბამისი სიჩქარის მომზადება. არ უნდა გქონდეთ ძალიან მარტივ სიჩქარეში, სადღაც შუაში დააყენეთ თქვენი კბილანი. წინაც საშუალოში რო გქონდეთ. არ უნდა იყოს არ ძალიან მარტივში და არ ძალიან რთულში. უნდა მისცეთ საშუალება თქვენს პედლებს, რომ საშუალო სიმძიმით დააწვეთ. ტრეკ სტენდისთვის როგორც უკვე გითხარით, მნიშვნელოვანია რომ ფეხები გქონდეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. უკან ამუხრიჭს მოუჭერთ უფრო მეტად და წინა ათამაშეთ. ოდნა მოუჭერთ, გავუშვით. ამავდროულად ფეხები გქონდეთ თავისუფლად, მუხლები უნდა ამოძრავოთ იმისთვის, რომ თქვენ შეინარჩუნოთ ბალანსი. მუხლების სიმძიმე და ესე მოძრაობა არის ის, რაც გეხმარება რეალურად რომ შეინარჩუნოთ ბალანსი. შემდეგი წესი არის ის, რომ შეეცადეთ ბალანსის გაუმჯობესებასა ტრეკ სტენდის სწავლას აღმართს. არ გჭირდება ძალიან დიდი აღმართი. სულ ოდნავ უნდა იყოს ამაღლება. ზოგადად პირდაპირ ესე რომ დაიწყოთ და გაჩერდეთ არის ძალიან რთული. ამიტომ უმჯობესია აიღოთ გარკვეული მანძილი, ნელ-ნელა იაროთ და შეანელოთ და ნელ-ნელა გაიუმჯობესებთ ბალანსი. დამავიწყდა რა უნდა მეთქვა. დღესაც სულ ეს იყო, შემდეგ ვიდეოებში კი გასწავლეთ წინა თვალის აწევას, რომელიც ძალიან საჭირო უნარია. აბა თქვენ იცით. გამიზიარეთ მერე თუ დაიწყებთ ტრეკ სტენდის, ანუ ბალანსის შენარჩუნების ვარჯიშებს, დაიწყეთ 3 წამით, 5 წამით, 10 წამით და ნელ-ნელა გაიუმჯობესებთ ბალანსს. აბა კარგად.